ორი ნაწილად გავყოფ მაგას იანვრის შუა რიცხვებამდე მაგ თემაზე არ მინდა ლაპარაკოს მძიმე თემაა ჩემთვის მაგს მერე რაც კონკრეტული დარდის საფუძველი მოიხსნა ჩემ ცხოვრებაში მე ცოტა უფრო თავისებური თავგადასავალის ყო უცნაურად ყვები ხოლმე ამ ყველაფერს მეუნებიან რომ ისე ყვებიო გეგონება იქ გასართობად იყავია მაგრამ ხო რაღაცა ბრძოლის ველივით იყო შეგრძნების დონეზე ხო როგორც გამოწვევა თან ხვდები რომ ისეთ რაღაცაზე არიან წასულები ბოლომდე გაწირული ყავხართ რომ გადავთვალე ჩემი პოტენციურად დარჩენილი ცხოვრების სადაც 25-დან 75%-ს მართმევდნენ ამ მუხლის მიხედვით ამიტომ ვიფიქრე რომ სხვა არაფერი არ დამჩენია გარდა იმისა რომ ბოლომდე ვიბრძოლო და სადაც პატარა შანსი მაქვს რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო ამისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაშიც ჩემი ადვოკატები ძალიან დამეხმარნენ. აჩვენეს რომ თხოვე ლიტერატურა მომაწოდეს, რაღაცა გარკვეული კონსულტაციები ქონა ხოლმე და სამივე ერთად მგონია რომ კარგად ვიბრძოლეთ. ერთი რაც შეეხება იმედებს, მიუხედავად იმისა რომ ჩანს სასამართლოს რაც ჭირს და რა დღეშიც გვაქვს იმ შენობაში რომ შევდივარ რაღაც ისეთ შეგრძნება მაქვს ყოველთვის მიუხედავად იმისა რა ხდება, რომ იმას წამოვიღებ, რისთვისაც იქ მივედი რა სამართალს, ეგეთი ოღონდ ეს რაღაცა ჩემი ტვინს ეთყობა არ უნდა მიიღოს, რომ ესე ჩაუდღეში არის ეგ უკვე კანტორად ქცეული რაღაც შენობა. და რაღაცა მაგ ეგეთი мотивაციით ვიყავი ეს თვეები და ხო არ მგონია ხა მაინც და მაინც რომ ჩემი არგუმენტაციამ გაჭრა რაღაცა სხვა ამბავი ხდება მან სავარაუდოდ ხო ალბათ ან ეს 9 თვე იყო თუ 8 თვე დაგეგმილი ჩვენთვის პატიმრობის და არა ვთქვათ რაღაც რამოდენიმე თავიდანვე ხო უბრალოდ ხა 9 თვეს ვერანაირი სისხლის რა სისხლის სამართლის ეს ნიშნავს იმას რომ ვიღაც ადამიანებმა ვიღაც ადამიანებმა კი არა სისტემის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული ეს ნიშნავს იმას რომ სრულმოწმეები ყოფილან თურმე მართლა რასაც ჩვენ ვამბობდით ეს ნიშნავს იმას რომ მართლა მთელი ეს საქმე შეიკერა და ეს ნიშნავს რომ არა მხოლოდ თუ გავითვალისწინებთ და განვაზოგადოთ რომ ზუსტად ამ ბრალით და ნიკუშა კაციას გათავისუფლებასაც ველოდები ახლა შანსი არ არის ამ საქმეში სულ ორი ვარიანტია ერთი კობახიძის ვერსიას რომ გავყვეთ რომ ის კი არ იყო რომ უდანაშაულო კი არ იყო უბრალოდ მტკიცებულებები არ იყო საკმარისიო მაგ შემთხვევაში არც ეგ არ არის პოლიციისთვის კარგი იმიტომ რომ იქ მოდიოდა ხალხი რომელიც იძახდა რომ 9 წელი აქვს სტაჟი 15 წელი აქვს 16 წელი აქვს სტაჟი და ამ ხელა სტაჟის მქონე პოლიციელი როცა ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის სამუშაოს და თქვათ აი დაუშვათ ვიღაც დამნაშავე არის ამ ხელა რაოდენობის რაღაც ერთი მუჭა ნარკოტიკი რო ჩამიდეს ჯიბეში აი მართლა მაგ ხელა რაოდენობის ნარკოტიკის ტიპი რო არის და დაჭერა რო უნდა პოლიციას და ესეთი პოლიტიკა რო აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ ეს კრიმინალად ითვლება და ამ ხელა სტაჟის მქონე პოლიციელები მიდიან და ისე ასრულებენ ამ ოპერაციას რომ სასამართლოში უბრალოდ განსახილველადაც კი არ ღირს მაგ საქმის მიღება ეგეც რა ვიცი არც ეგ არ არის თათ კარგი ამბავი რა და ნუ აღარ ამაქვს ლაპარაკი ის მართლა რაც გააკეთეს იმის დამტკიცება არ ვიცი კიდე რამდენად შემორჩა ყვალი აქა-იქ იმის დასამტკიცებლად რასაც მე ვიძახდი პირდაპირ ის რომ დავამტკიცოთ რომ ვინმე ჩადება გააკეთა აქ უკვე აღიარება გჭირდება იმ ჯგუფიდან რომელიმეს მხრიდან რაც შეეხება იმას რომ იქ იმაზე მეტი იყვნენ ვიდრე ამბობდნენ იქ რომ იყო პატრული იქ რომ იყო გურეშიძე და კიდევ ვიღაც მეორე რომ კონტაქტი ჰქონდათ კიდევ ვიღაცებთან გარეთ რომლებიც როგორ ექცევიან საკუთარი სისტემის წარმომადგენლებს ეს პოლიციელები ხო როგორ იყენებენ მათ ამის დემონსტრირებაც იყო და შემდეგ როცა არ სჭირდებათ შეუძლიათ აი ეს ერთი ხელის მოსმით არ ვიცი გამომწუხაროთ იქ მოწმეებში ვიპოვე პოლიციელები ხო პოლიციელები ვიპოვე იქ მოწმეებში და გამომძიებლებში სხვა საქმეებში 260 მუხლის რომელსაც პირადად ვიცნობ და ერთ-ერთ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ ხარ მინდა სახელი და გვარი დავასახელო ცალკე ვნახავ და დავესაუბრები ძალიან მაღალი კლასის პოლიციელები არიან ძალიან სერიოზული ოპერაციები აქვს ჩატარებული მართლა ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ ამ ქვეყნისთვის და ეგეთი ხალხის ესე გაფუჭება და გასვრა მე არ ვიცი საერთოდ რაში ჯდება რა აი ძალიან გულდასაწყვეტია რომ ეგეთი ხალხი დღეს რა თავის თავთანაც ცხენეთ არწმუნებული ვარ სარკეში რო იყურებიან არ მოწონთ ისაც კი ბატონო